700 მილიონით იყო ბიუჯეტი გარღვეული და ამ ფონზე ბიუროკრატიამ 7 მილიონი ლარით მეტი აიღო გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონი ლარით მეტი ხელფასებსა და პრემიებზე და 2012 წელთან შედარებით ეს თანხა იყო 138 მილიონი ლარით მეტი. რამდენად ეთიკურად თვლით თქვენ პირადად აი ასეთ ქმედებას გარღვეული ბიუჯეტის პირობებში? თქვენი ოჯახის წევრი რო 10.000 იღებდა პრემიას საჯარო სამსახურში ის უზნეობა არ იყო? ბატონო და 10.000 ლარს იღებდა, 60.000 ლარს იღებდა. არა, მაინტერესებს უზნეობა ის არის, რომ საიდან მოვიტანეთ და მოვითხოვეთ და მივიღეთ ეს ინფორმაცია. რა მოიტანეთ, რომ ჩემი ოჯახი, ჩემი პრემიებიც ამოიღეთ საერთოდ. როცა უზნეობაზე ვსაუბრობ, ხაი ვინ აიღო პრემიები? კარგით, მეორე შეკითხვაზე პასუხის გასაგებია ბატონ ნოდარს. მეორე. ნორმალურად მიაჩნია 138 მილიონით გაზრდილი პრემიები არის შემცირებული გეოვნებით 11 მილიონი ლარით. ეხლა მართლა ნაცავს ნუ შემაყეთვას ბატონო რომ მიყავს ხტობა სულელი კი არა ვარ. ჩვეულებრივად მოიტყუეთ, როგორც მთავრობის პრემიები და შეგიძლიათ შეადაროთ ახლებს. ბატონო, რა ქვია, გოკა. ბატონო, ის იმათი მიერ შესრულებული ბიუჯეტი უფრო ნაკლები იყო ვიდრე ჩვენი. ფინანსთა მინისტრი იღებდა 27.000 ლარს თვეში. ხო, დღევანდელი ფინანსთა მინისტრი იღებს 5.000. ერთი წამით. როგორ ასრულებდა? ხო არ გახსოვთ? როგორ ასრულებდა? ხო არა, აი როგორ ასრულებდა? ხო არ გახსოვთ? არა? ციხეში ჩასმით ხალხის დაპატიმრებით 138 მილიონის ლარის პრემია რო გაზარდა პრემიები შემცირდა წელს რამდენი არის ჯარიმებითა და საპროცესო შემოსავალი იცით რამდენია წელს 11 მილიონი ლარი არის პრემიები შემცირებული 38 მილიონით მეტი გაქვთ შემოსავალი ჯარიმებითა და 11 მილიონი ლარი იქ გადასახადებში შედიოდა ეს ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს ხმაურში ბატონო და თავის პოლიტიკური არითმეტიკა აგრა შემოგთავაზოს ძალიან კარგი არითმეტიკა